უნდა გადავინაცვლოთ გურიაში დღეს კერძოდ სოფელ ლიხაურში, სადაც ჩვენი ჟურნალისტი გვანცა ჩარგაზია იმყოფება, ის მასპინძელთან ერთად გვასწავლის თუ როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი ბუნებრივი საშუალებებით. დილამშვიდობის გვანცა. გვანცა მოგესალმებით. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით წამყვანებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე გურიიდან, კერძოდ ლიხაურიდან გიერთდებით. ნებიშვიდეულის პარასკევი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს აუცილებლად ყველა ოჯახში იღებება წითელი სააღდგომო კვერცხი. კვერცხი მოგახსენებათ გახლავთ სიცოცხლის სიმბოლო, წითელი სააღდგომო კვერცხი კი გახლავთ სიმბოლო ქრისტეს აღდგომისა. აუცილებლად წითელი კვერცხი უნდა შეიღებოს მზის ჩასვლამდე წითელ პარასკევს. სალუქვაძეების ოჯახში ეს ტრადიცია ყოველთვის არსებობდა, დღესაც ასრულებენ და დილა ადრიან წითელ პარასკევს ყოველთვის ღებავენ სააღდგომო კვერცხებს. ეკა სალუქვაძე იმყოფება დილიდან ჩვენთან ერთად, რომელიც უკვე საქმეში არის ჩართული და სწორედ ის მოგცემს რჩევებს, თუ როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი ისე რომ გქონდეს კარგი წითელი ფერი და რაც მთავარია შეღებვისას და მოხარშვისას არ დაგვიზიანდეს. ეკა დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა მოგესალმებით. დღეს მართლმადიდებელი ერისთვის ყველაზე მძიმე დღეა, წითელი პარასკევია და ჩვენ ამ დღეს აუცილებლად ვღებავთ წითელ კვერცხებს. ასე აკეთებდა ბებია და დედა, რა თქმა უნდა, და ეხლა ეს დიდი პასუხისმგებლობა მე მხვდა წილად, რომ წითელი კვერცხები შევღებო. როგორც ხდებოდა ჩემს ოჯახში, დღესაც ისე იღებება კვერცხი, აუცილებლად ენდროთი და ყველა ოჯახს ასე მგონია თავისი ტრადიცია კვერცხის შეღების და მე ჩემი ოჯახის ტრადიციას როგორც აკეთებდა ამას ჩემი დედიკო, ისევ ვაგრძელებ და აუცილებლად ენდროს ჩემი ხელით არის რაღაცა ფხვნილები, მე ამას არ ვიყენებ, იმიტომ რომ მაინც მინდა რომ თვითონ ამ ფეს შევეხო და აქედან დავიწყო ამის მომზადება. ნამდვილად ეს არის, თან აქ ხედავთ ხახვის ფურცელსაც, ენდროს. მოდი დავიწყოთ პროცესი, პირველი რა უნდა გავაკეთოთ ეკა? აუცილებლად პირველივე დავჩეჩქვავ, ასე ვიტყოდი, აი ენდროს, რომ ის ძირში რაც აქვს მას სითხე ის რომ კარგად გამოუვიდეს. მე ასე გამზადებული მაქვს ასევე კვერცხიც, წინასწარ გავრეცხე. ამის შემდეგ წვენი კარგად უნდა გამოუვიდეს, რომ ფერი მისცეს, ეს აძლევს ფერს, წითელს და შემდეგ ვათავსებთ მარლაში, რომ კვერცხს ის რაღაცა არ მიედოს ეს და თავისი კვალი არ დააჩინოს. უკვე ხედავთ, რომ წვენი გამოვიდა. გვითხარი, ახლა რა ეტაპი უნდა დავიწყოთ და რამდენი ღერი უნდა გავაკეთოთ ენდრო? რაზე არის დამოკიდებული მისი რაოდენობა? რა თქმა უნდა, კვერცხის რაოდენობაზე განსაზღვრავთ ჩვენ თვითონ. შეხედვით, რამდენი ცალი კვერცხის გვაქვს, იმის მიხედვით განსაზღვრავთ, რამდენი ცალი დაახლოებით ან ჩვენ კვერცხს, ეს რაც უკვე გავაკეთე, ეს მისთვის საკმარისი იქნება. ასევე აუცილებლად გვანცა უმატებ მარს და მარილს. მარილს ვიცი რომ სიმაგრისთვის უმატებენ? კი, მეც ამისთვის უმატებ. დედაც ასე აკეთებდა და მეც არ ვარღვევ ამ ტრადიციას. ასევე ხახვის ფურცლებსაც ქვემოთ ულაგებ, შემდეგ მარლაში გამოკონილ ენდროსაც ჩავდებ შიგნით, ცივ წყალს ჩავასხამთ გვანცა და მე ცეცხლზე მიყვარს და იმას რაღაცა თავისი დატვირთვა აქვს, ასე მგონია მაინც, ნელ ცეცხლზე, რომ აი უცებ არ ადუღდეს კვერცხი და ერთმანეთს არ მიედოს და არ გატყდეს. ამიტომ ნელ-ნელა ვადუღებ და შემდეგ 15-20 წუთის განმავლობაში ვხარშავთ კარგად და ჩვენი წითელი კვერცხები უკვე მზად არის. კარგი, მაშინ გადავიდეთ ამ პროცესზე, უკვე ენდრო შეგვიძლია შევახვიოთ ეგრეთ წოდებულ მარლაში და შემდგომში უნდა გადავიტანოთ ქვაბში. თლიან რაოდენობას ვდებთ, ხო? თლიან რაოდენობას ვდებ. ეს ნელ-ნელა რომ ადუღდება, ის ნელ-ნელა გამოუშვებს იმ ფერს, რაც ძალიან აგერ გვაქვს ქვაბი, მოდი მე მოგიწევ ამ ქვაბს ესე ახლოს, რომ შენ მარტივად მოათავსო ენდრო ქვაბში. სანამ შენ ენდრო შეხვა, მოდი მე ხახვის ფურცელს ავიღებ. მოგეხმარები და უკვე გავუშვებ ქვაბში. კარგად უნდა დაიფაროს, ხო ეკა? კი, დაიფაროს, კარგად არ დაგენანოს, ჩაყარე კარგად შიგნით, აი ასე. თან ეს იცავს კიდევაც კვერცხს ერთმანეთთან მიდებისგან და გადაეხვისგან. დებთ ახლა იმ დროს აუცილებლად ჩავალაგოთ კვერცხები. დაახლოებით ამ რაოდენობის კვერცხს რამდენი ლიტრი წყალი სჭირდება ეკა? თავარია დაიფაროს კვერცხი კარგად წყლით ზემოდან მოადგეს და რამდენსაც გაუკეთებთ, აი იმის მიხედვით მივხვდებით. ეხლა მოვაყრი მარილს, ცოტას მოვასხამთ მარს და ეხლა დავასხამ ცივ წყალს აუცილებლად და
მოვაყენებ ისე კარგად, რომ აი 15 წუთი რო იდუღოს, არ ჩაუშრეს წყალი, ცოტა მეტს. გვანცა მოკლედ ას ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე ოხრახუშს, იგივე ჩვენ გურიაში მაკიდოს რო ვიძახით, განსხვავებული რო ყოფილიყო კვერცხი, ესე ჩადებდა მარლაში და ფოთოლს მოწყვეტდა და ასე მიადებდა. რომ კვერცხი განსხვავებული ყოფილიყო და ჩვენ ბავშვებს გვიხაროდა ძალიან და ეს ტრადიცია მე ჩემს ოჯახში ისევ გავაგრძელე და ჩემ შვილებსაც ესე უკეთებ ხოლმე რამოდენიმე კვერცხი რომ მაინც სხვანაირი იყოს. განსხვავებული ვიზუალი რომ გქონდეს. კი, განსაკუთრებული რო იყოს. აი ესე ჩვეულებრივად დავადებთ. ძაფით უნდა შევკრათ, ხო? ძაფით შევკრავ და ის ადგილი იქნება სხვანაირი ფერის და გამოხატული იქნება ამ ფოთლის ფორმა და ძალიან კარგია. ლამაზია მოკლედ და განსხვავებული და ტრადიციული. მე ასე ვიტყოდი. და შენ ამ ტრადიციებს ყოველთვის იცავ. ხა ამას ჩავდებთ, ეს იქნება ბოლო კვერცხი, რომელსაც მოვათავსებთ უშუალოდ ქვაბში და ახლა უნდა დავასხათ წყალი, ხო? და კარგად უნდა დავფაროთ ცივი წყალი. ცივი წყალით დავასხავ და კარგად დავფარავთ. ჩვენ უკვე დავასხით წყალი. შემდეგ ჩართვამდე უნდა დაგემშვიდობოთ, შემდეგ ჩართვაში კი უკვე გაჩვენებთ თუ როგორი სააღდგომო კვერცხი შევღებეთ ერთად იმ ტრადიციებით, როგორი ტრადიციებითაც იღებება სალუქვაძეების ოჯახში კვერცხი, გამოვიყენეთ ენდრო, გამოვიყენეთ ხახვის ფურცელი, მარილი და ძმარი, შემდეგ ჩართვამდე დაგველოდეთ და უკვე დასრულებულ სახეს შემდეგ ჩართვაში გაჩვენებთ. დროებით. გვანცა დილამშვიდობის რა ხდება შენთან მოგვიყევი ახლა ყველაფერი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით წამყვანებო, ვინც ახლა შემოგვიერთა მათ ვეტყვი რომ გურიიდან, ლიხავრიდან გიერთდები, დღეს არის წითელი პარასკევი და ტრადიციულად მზის ჩასვლამდე აუცილებლად იღებება სააღდგომო კვერცხი, სალუქვაძეების ოჯახში ვიმყოფებით ჩვენ და ჩვენც ვართ ამ პროცესში ჩართული იმ რიტუალში, რასაც ქვია სააღდგომო კვერცხის შეღებვა. ეკა სალუქვაძე არის კვლავ ჩვენი მასპინძელი, ასე გამოიყურება ჩვენი შეღებილი კვერცხი, ეკა დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ შეიღება ჩვენი კვერცხები. წეგან აღვნიშნეთ რომ ჩვენ კვერცხს ვხებავთ დაჩეჩქვილი თუ რა ვიცი რა დავარქვა ასე დანაყული ენდროთი უკეთებს ცოტა მარილს, ძმარს და აუცილებლად ხახვის ფურცლებს. იმისთვის რომ ფერიც კარგად მიიღოს ბუნებრივ საღებავს ასევე ემატება ხახვის ფურცელიც და ვუმატებთ მარილს და ძმარს იმისთვის რომ სიმაგრე შეინარჩუნოს კვერცხმა და არ დაზიანდეს. არ გატყდეს კი გენაცვალე და ახლა ვასხამთ ცივ წყალს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ და ხარშავთ 15-20 წუთის განმავლობაში რომ კარგად მოიხარშოს კვერცხი. მოხარშვის შემდეგ უკვე ფერს რომ იღებს, ვათავსებთ აუცილებლად ცივ წყალში, ხო და რატომ ესეც ვუთხრეთ მაყურებელს? ცივ წყალში ვათავსებთ, იმიტომ რომ ის ფერი კარგად შეინარჩუნოს, რაც აქვს მიღებული და საერთოდ კარგად რომ გაიბცქნას კვერცხი მოხარშვის შემდეგ ყოველთვის ვათავსებთ ხოლმე ცივ წყალში და ამ შემთხვევაში ასე ვიქცევით. შემდეგ აუცილებლად ბამბის დისკით ცოტა ზეთში ამომავლებთ რომ ის სიპრიალე მივცეთ და დაუბრუნოთ კვერცხს, აი როგორიც წყალში ამოვლების შემდეგ. ხო, ბზინვარე ფერი რომ გქონდეს აუცილებლად. ეხლა უკვე ამოვიღეთ ჩვენი კვერცხები, ასე გამოიყურება, აქვს ძალიან კარგი ფერი, რომელიც ენდროს დამსახურება არის, ასევე ხახვის ფურცლის და სიმაგრეს რა თქმა უნდა აძლევს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ მარილი და ძმარი, რომ შემდგომში არ გაატყდეს კვერცხი მოხარშვისას. ეხლა უკვე შეგვიძლია ეკა გადავიდეთ იმ პროცესზე, რომ ავიღოთ ბამბის დისკი, მოვათავსოთ ზეთში და შემდგომში გავაპრიალოთ კვერცხი, ხო? იმისთვის რომ უფრო მეტი ბზინვარება გქონდეს მას. აუცილებლად, აი ცოტა დავასველოთ, ცოტათი. დიდი რაოდენობით ზეთი არ სჭირდება. არ სჭირდება, რა, უბრალოდ რომ აი ფერი მივაღებინოთ, ის სიპრიალე, აი ნახე როგორი. შემდგომში რა თქმა უნდა შეგიძლიათ თეფშზე გადაიტანოთ, ან მოვათავსოთ ჯეჯილში ისე როგორც ჩვენ ვაკეთებთ ტრადიციულად. კიდე აღვნიშნავ რომ დღეს მართლმადიდებლებისთვის ყველაზე მძიმე დღეა, ჩვენც აღვნიშნეთ რამდენჯერმე და ეს არის მომზადება იმისთვის რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევეგებოთ ჩვენს დღესასწაულების შორის ყველაზე დიდ დღესასწაულს აღდგომას უფალი იესო ქრისტეს და ეს არის მზადება ამ ყველაფრისთვის და აღდგომის შესახვედრად ემზადება ჩვენი ოჯახის თქვენთან ერთად. ეკა ძალიან დიდი მადლობა შენ მასპინძლობისთვის, იმისთვის რომ გაგვეზიარე ის რჩევები თუ როგორ შეგვიძლია ბუნებრივი საშუალებებით შევღებოთ კვერცხი, ისე რომ არ დაგვეზიანდეს, არ გატყდეს და გქონდეს ესეთი კარგი წითელი ფერი,
მე უნდა დაგემშვიდობოდ, ხვალ გვიან ღამით უკვე ქრისტიანული სამყარო იზეიმებს ქრისტეს აღდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას, მე კი გურიიდან დაგემშვიდობებით.